10%. სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილის სახელმწიფო რწმუნებულს კახეთის რეგიონში, ასევე სოფლის მეურნეობის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების გამგებლებს და სოფლების რწმუნებულებს შეხვდნენ. შეხვედრა თელავის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა და მისი მთავარი თემა რთველი 2014-ის ფარგლებში ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები იყო. სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გასული წლის მსგავსად 2014 წელს მოხდება როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ კი წარადგინა პრეზენტაცია მოხლობული რთვენის ღონისძიებებთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა სუბსიდირება გააგრძელოს მიმდინარე წელს რთველზე. იმ შემთხვევაში თუ გადაიხდიან ლარს, თეთრ იქნება 15%, თეთრი. ეს კიდევ ერთხელ კეთდება იმისთვის, რომ წახამის და საღვთისმშობლის დარგი განვითარდეს და შემდეგ უკვე დამოუკიდებლად გააგრძელოს არსება. სახელმწიფომ შეძლო ყველა იმ ბაზის გახსნა, სადაც ჩვენს ფერმერებს, ჩვენს მეწარმეებს შეუძლიათ ჩვენივე ნაწარმოების პროდუქცია გაიტანონ და მოახდინონ იმ ფასებში რეალიზაცია, რომ მაქსიმალურად მოახერხოთ ყველა გლეხის ოჯახში მაქსიმალური დოვლათის შეტანა.